ინფოგრაფიკა ქართულ ენაზე D ვიტამინის, ნეიროპლასტიკურობის, ნერვული სისტემის, არმის კონცეფციის, ერთ-ერთი წიგნის, რესტორნის მენიუს და რაც მთავარია ხელოვნური ინტელექტის შესახებ. ეს ინფოგრაფიკები დავაგენერირებინე ხელოვნურ ინტელექტს, კერძოდ კი Google AI Studios უკანასკნელი კვირების განმავლობაში. ალბათ სოციმედია არხებზე ხედავდით ჩემს ამ ინფოგრაფიკებს სხვადასხვა თემისადმი მიძღვნილს თავისი განმარტებებით, თავისი სხვადასხვა წანამძღვრებით, მოკლედ ძალიან საინტერესოა, შეიძლება თქვენს გამოგადგეთ. ამიტომ მინიშნებებს მოგცემთ რა შეიძლება გააკეთოთ ამ მიმართულებით. პირველ რიგში გეტყვით იმას, რომ ეს ყველაფერი გაკეთებულია Google AI Studio-ში, რომელზეც ძალიან ბევრი გვისაუბრია, YouTube ტუტორიალით ჩამიწერია და გვიდევს ჩვენს არხზე AI Pulse Georgia. იქ განთავსებულია Gemini-ის ახალი ფოტოგენერაციის მოდელი Nano Banana Pro, რომლის შესახებ ყველა თქვენ გამაიცით მე მგონი და აი იქ უკვე შესაძლებელია 4K რეზოლუციით და სხვადასხვა პარამეტრის კარგად რეგულირებით, რომ მივიღოთ ძალიან მაღალი დონის ამგვარი კომპლექსური ინფოგრაფიკები ქართულ ენაზე. თუმცა ერთი მთავარი მომენტი არის პრომპტი. პირველ რიგში ვაკეთებინებ პრომპტს ხელოვნურ ინტელექტს და ამას ვაკეთებ ხშირ შემთხვევაში ChatGPT-ში ხოლმე. თუმცა შესაძლებელია Google AI Studio-შივე გაკეთდეს და მასვე მოაძიებინოთ ინფორმაცია. პრომპტში უნდა იყოს გაწერილი დეტალურად სულ ყველაფერი, რაც უნდა იყოს განთავსებული ინფოგრაფიკაზე, თავისი ქართული ტექსტებით და ამ შემთხვევაში ძალიან დიდი შანსია, რომ უშეცდომად გადაიტანოს ყველაფერი. თუ მაინც რაღაცა შეცდომით გადავა, ამ შემთხვევაში მოგიწევთ გრძელ იტერაციაში შესვლა. ანუ მრავალი ცდა, რომ გაასწოროთ ეს შეცდომები, რათა მიიღოთ თქვენთვის სასურველი შედეგი. და ერთი დეტალი კიდევ, რაც უნდა აღინიშნოს, ეს არის ის, რომ Google AI Studio არ არის მთლიანად უფასო პლატფორმა, საჭიროა კრედიტები, რათა ფოტოგენერაციით ისარგებლოთ, ასევე ვიდეო გენერაციით და vibe coding-ით. ამისთვის კი გჭირდებათ, რომ დარეგისტრირდეთ Google Cloud-ზე, საიდანაც გაააქტიურებთ $300 კრედიტებს თქვენ Google AI Studio-სთვის 90 დღით გამოსაყენებლად. ჩვენ ამაზეც გვისაუბრია ბევრჯერ, ინსტრუქციებიც მოგეცით ამის გაკეთების შესახებ და შეგიძლიათ რომ მიხვდეთ და სცადოთ. მოკლედ, ძალიან კარგი რაღაცაა ინფოგრაფიკები, შეიძლება ძალიან გამოგადგეთ თქვენ საქმიანობებში, ასევე სოციმედია აქტივობებისთვის და გირჩევთ რომ დაიწყოთ გაკეთება, ბევრი საინტერესო რაღაცის გაკეთებაა შესაძლებელი.